რაღაც მომენტში ვხდებით უფრო დაკვირვებული საკუთარი ქმედებების მიმართ და გონებაში გვიტრიალებს ფიქრები, რის გამო მოვიქეცი ესე, რის გამო გავაკეთე ეს, რატო შფოთავ კონკრეტულ მომენტში, რატო დავაბრუნე ესეთი აგრესიული პასუხი და ესე შემდეგ. მინდა გითხრა, რომ შინაგანი დიალოგის ეს მომენტი არის ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ შენ უკვე დაიწყე საკუთარ ქმედებებზე დაკვირვება და აი ამ კითხვებზე პასუხი აუცილებლად გაგზრდის. თუ გინდა რომ მიაკვლიო სავარაუდო მიზეზს, სიმბოლოს, რომელშიც პასუხებია, შენში იმ ნაწილს, რომელმაც პასუხი იცის, მიმართე და უთხარი. მე მზად ვარ მივიღო პასუხი იმაზე, თუ რის გამო ვგრძნობ თავს ასე, რის გამო ვიქცევი ასე. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ რეალური მზაობა გქონდეს პასუხის მისაღებად და მას მოსასრულად მისცე დრო და სივრცე შენი სიმშვიდით, იმიტომ რომ დაჟინებული მოლოდინი აქ არ გამოგადგება. არაცნობიერი ნიშნების სახით გესაუბრება და როცა თვითკვლევის ამ პროცესში იქნები, დააკვირდი ვინმეზე ხო არ გეფიქრება, რამე კადრი ხო არ გახსენდება და ისტორია შენი წარსულიდან, ფილმის სიუჟეტი, მუსიკა, ფრაზა ხო არ აგეკვიათ, ან რამე სიზმარმა ხო არ დაგამახსოვრა თავი. ეს არის არაცნობიერის ენა, ამით გესაუბრება შენ და ამ სიმბოლოებში არის პასუხი შენს კითხვებზე. ისინი მნიშვნელოვანია, რომ განსჯის და კრიტიკის გარეშე მიიღო და რა თქმა უნდა, შეგიძლია ფსიქოთერაპიაზეც დაამუშაო, თუმცა თუ უფრო ღრმად თვითკვლევა გინდა, კითხე მას რაზეა ეს შენთვის, რას ნიშნავს, რას უკავშირდება და თუ გულწრფელი იქნები, პასუხს მიიღებ.